დღემშვიდობისა. დღეს მსურს გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტზე, რომელსაც ქვია ევროპის სოციალური ქარტია. საქართველოში მეტნაკლებად ცნობილი და გავრცელებულია ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია და ძირითადად ეხება ადამიანის პირად, პერსონალურ და სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს, თუმცა ის თითქმის არ ეხება სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს და ამისათვის არსებობს სწორედ ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც იცავს სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის თავისუფლება, უფლება ჯანდაცვაზე, სამართლიან ანაზღაურებაზე, შრომით ორგანიზაციებზე, ასევე მნიშვნელოვანი განათლების უფლების თვალსაზრისით. საქართველო 2005 წელს შეუერთდა ევროპის სოციალურ ქარტიას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯერჯერობით საქართველო არ არის მიერთებული ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დათქმებს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კეთილდღეობის სახელმწიფოს სრულფასოვან ფორმირებაში. აქვე უნდა ითქვას, რომ განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან, ევროპის სოციალურ ქარტიას ცალკე აღებული სამართლებრივი მექანიზმი, როგორც სასამართლო ინსტანცია არ გააჩნია, თუმცა არსებობს კვაზი სასამართლო მექანიზმი, რომელსაც ქვია ევროპის სოციალურ უფლებათა კომიტეტი. იმ სამართლებრივ მდგომარეობებს, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში, სწორედ აღნიშნული კომიტეტის მიერ ხდება შეფასება და განხილვა და საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ სოციალურ-ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით ეს დოკუმენტი არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე სახელმწიფომ მოახდინოს ამ დოკუმენტთან სრულად მიერთება და არ დარჩეს არც ერთი პუნქტი, რომელიც იცავს მათ შორის შრომის უფლებას, განათლების უფლებას, ჯანდაცვის უფლებას და ასე შემდეგ, რათა ჩვენ ყველამ ერთად უფრო მალე ვისარგებლოთ იმ უდესიკეთებით, რომელიც გააჩნია ევროპის სოციალურ ქარტიას. მადლობა და გისურვებთ სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს.